დავიწყებ იმით, რომ მე პირადად ნამდვილად ავყოფილვარ ამ აქციაზე, მაგრამ ჩვენი რამოდენიმე მხარდამჭერი მინიმუმ რო იყო, ნამდვილად ვიცი მათ შორის ის ადამიანები, რომლებიც არჩევნების მონაწილეობის მომხრე არიან. მე განვასხვავებდი ერთმანეთისგან რიგით მოქალაქეს და განვასხვავებდი იმ ოპოზიციურ პარტიებს, რომლებიც ამბობენ, რომ არიან ლიდერები ამ აქციის. ნამდვილად სამწუხაროა, რომ ოპოზიციის ანუ ბოიკოტისტი ოპოზიციურ პარტიებს, როდესაც ჩვენ უსვამდით შეკითხვას, რომ ბატონო მეგობრებო, ბოიკოტი თქვენი ნება, მაგრამ იქნებ გითხრათ თქვენი გეგმა რა არის ბოიკოტის მიღმა, გამოავლიდნენ საკითხავიანთი გეგმა, ბოიკოტისტი ოპოზიციური პარტიები გადავიდნენ ოპოზიციის წინააღმდეგ ბრძოლაზე. და მის დადასტურება იყო ის განცხადებები, რომელიც მათ აკეთეს აქციის პარალელურად. მე კიდევ ერთხელ ხაზგასით მინდა აღნიშნო, რომ აბსოლუტურად განვასხვავებ ადამიანებს, რომლებიც იქ იდგნენ რიგით მოქალაქეებს და განვასხვავებ ოპოზიციური პარტიის ლიდერებს. მივიღეთ მოცემულობა, რომ ოპოზიცია, ანუ ბოიკოტის ოპოზიციური პარტიები ივანიშვილის ნაცვლად ფაქტია, რომ გადასულები არიან ოპოზიციის წინააღმდეგ ბრძოლაზე. ისინი გამოდიან და ამბობენ, რომ ჩაატარებენ კამპანიას და რეგიონში ივლიან ოპოზიციის წინააღმდეგ. აქამდე მივალთ იქამდე, აი ის მოცემულობა მინდა შევაფასოთ, რომლის წინაშეც დადექით. გახარიას პარტია და ლელო ვეღარ დადგებიან აქციებზე ჩვენთან ერთადო. ასეთი კომენტარები ისმოდა 19-შიც, გუშინაც ისმოდა როგორც რუსთაველის განძირზე, ისე სოციალურ ქსელებში შეგვიძლია გადავალოთ თვალი სოციალურ ქსელებს. მე მინდა გკითხოთ, აი გარიყული სიარლიყის ტარება, ასე ვთქვათ, რამდენად მძიმე შეიძლება იყოს გახარიას პარტიისთვის, ისე როგორც ლელო ახალ თავისუფლად თავად გააკეთებს. ხო, აი ეს პოზიცია რა ემოციას იწვევს, რა მდგომარეობაში გაყენებთ როგორც პოლიტიკურ ძალას. პოლიტიკა ზოგადად ემოციებს ჩემში არ იწვევს, ამაშია მთელი ძალა ჩვენი პოლიტიკური პარტიის, რომ ჩვენ ემოციების მიხედვით არ ვიღებთ გადაწყვეტილებას, არამედ ვიღებთ პრაგმატულ გადაწყვეტილებებს, მაგრამ საზოგადოებამ განსაჯოს და შეაფასოს ის ოპოზიციური პარტიები, რომლებიც ივანიშვილის რეჟიმთან ბრძოლის წინააღმდეგ ბრძოლა გააგრძელეს და დაიწყეს უпроსტად ოპოზიციის წინააღმდეგ. მით უფრო იმ ოპოზიციური პარტიების წინააღმდეგ დაიწყეს ბრძოლა თავისუფლებაში მყოფმა ოპოზიციური პარტიის ლიდერებმა, რომელთა ლიდერები ნაწილი არის, იცით თქვენ საპატიმროში და ანუ ყველა მათგანის მიმართ საუბარი მოხს ჩვენს ლიდერზეც და ლელოს ლიდერზეც, ყველა მათგანის მიმართ ძალიან ღია აშკარა პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს. ანუ ოპოზიციური პარტიის ის ლიდერები, რომლებიც არიან თავისუფლებაში, გადაწყვიტეს, რომ ბოიკოტის, ესე ვთქვათ, პლან B ყოფილა ებრძოლონ პოლიტიკურ დევნილობაში მყოფ ოპოზიციურ ლიდერებს. ეს ჩემი შესაძლებელი არ არის, ჩემი ინტერესი არ არის პოლიტიკური პარტიები, ჩემი ინტერესი არის საქართველოს მოქალაქე. მაგრამ საქართველოს მოქალაქემ შეაფასოს პოლიტიკური პარტია, რომელიც ებრძვის ოპოზიციას. აი მოქალაქეების კონტექსტში დავისვავთ ახლა შემდეგ კითხვას, თქვენც ახსენეთ და ხო, შევაფასოთ ის გეგმა, რომელიც წარმოადგინა 8 ოპოზიციურმა პარტიამ და რომ იბრძოლოს ოპოზიციის წინააღმდეგ არჩევნებში უბრალოდ ბოიკოტის მომხრე ოპოზიციური ძალების ხედვა, რომ დაიწყოს წინააღმდეგობის წევრების ორგანიზების კამპანია, სწორედ 19 ივლისის აქციაზე გაკეთდა შესაბამისი განცხადება და ეს კიდევ ერთი მოცემულობაა სხვა შორის, რომელიც უნდა შეფასდეს. ანუ იმის პარალელურად, როცა გახარიას პარტიის წარმომადგენლები და ლელოს წარმომადგენლები მუნიციპალიტეტებში, სოფლებში შეხვდებით მოქალაქეებს და შეეცდებით მათ დარწმუნებას, რომ მოვიდნენ თვითმმართველობის არჩევნებზე და საკუთარი პოზიცია დააფიქსირონ. აგერ 8 ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები იგივე მუნიციპალიტეტებში, იგივე სოფლებში, იგივე ადამიანებთან გამართავენ შეხვედრებს და ეტყვიან საპირისპიროს, ხო, ანუ ბოიკოტი გამოუცხადონ მუნიციპალურ არჩევნებს. არ ფიქრობთ, რომ ოპოზიციურად განწყობილ ელექტორატს არათუ უბრალოდ აბნევთ, არამედ, არ ვიცი, აბსოლუტურად იმედგაცრუებას უჩენთ მთლიანად ოპოზიციურ სპექტრს გულისხმობ. მთლიანად ოპოზიციური სპექტრის მისამართი. აი, როგორ ფიქრობთ, რას იფიქრებს ამ სიტუაციაზე თვითონ ამორჩა? სპექტრის ერთ ქვაბში მოხარშვა არის ივანიშვილის ინტერესი, ყოველთვის ასე იყო. მე მყოფილ ვარ ოცნების მხარეს და მე ზუსტად ვიცი, რომ ოცნების ინტერესი ყოველთვის იყო, რომ ოპოზიცია მოიხარშა ერთ ქვაბში. და ძალიან ბევრი წელს განმავლობაში ამას ახერხებდა. და ძალიან ბევრი წელს განმავლობაში ნაციონალური მოძრაობა თავზე ეჭდა, ესე ვთქვათ, ესე ქუდათ ოპოზიციურ პარტიებს ყოველას ერთად. ეს წლების განმავლობაში ასე ხდებოდა და ეს ძალიან აწყობდა ოცნებას. დაზუსტებით გეუბნებით ამას. და ოცნებას ერორი, ესე ვთქვათ, დაემართა ზუსტად მას შემდეგ, როდესაც ოპოზიციურ სპექტრში გააჩნდა სხვადასხვანაირი არჩევანი. და ფაქტი არის, რომ ეს სხვადასხვანაირი არჩევანი რო გაჩნდა, მხოლოდ ოცნებისთვის კი არ არის პრობლემა.
ნაცმოძრაობისთვისაც არის პრობლემა. ამიტომ არის, როდესაც ხშირად მაგალითად გახარიას გუნდის წინააღმდეგ ნაცმოძრაობის და ოცნების ნარატივი ერთმანეთს ემთხვევა 100%-ით. იმიტომ რომ არც ერთს და არც მეორეს არ აწყობს, რომ საქართველოს მოქალაქეს კონდეს არჩევანი ნაცმოძრაობასა და ოცნების მიღმა და ამ არჩევანს ებრძვის ერთიც და ებრძვის მეორეც. იგივე ხდება ეხლა. რას იტყვის ამორჩეველი? ლელა, ნახეთ, რა პოზიცია ექნება რიგით მოქალაქეს, რომელთანაც დღეს მიდიხართ თქვენ და ეუბნებით თვითმმართველობის არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა, ხვალ მივა აი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი და ეთქვის რომ ბოიკოტი გამოუცხადოს ადგილობრივ არჩევნებში. აი მაგალითად ხო ამბობენ ბოიკოტისტები, რომ ჩვენ დავიწყოთ კამპანიას ოპოზიციის წინააღმდეგ. ხო ეს არის მათი მთავარი სათქმელი. ჩემი მთავარი სათქმელი სხვა ოპოზიციური პარტიის ლანძღვა კი არ არის. ჩემი მთავარი სათქმელი არის, რომ დღეს ოცნება არის ცალსახად ძალა, რომელიც თქვენს შვილებს მოქალაქეს ვეუბნები, რომ თქვენ შვილებს აკარგვინებს თავისუფალ დემოკრატიულ მომავალს. ეს სხვაობაა ბოიკოტისტ ოპოზიციურ პარტიებსა და ჩვენს პარტიას შორის. მე არ ვებრძვი ოპოზიციურ პარტიას. ოპოზიციური პარტიები, აი ეს ბოიკოტის ოპოზიციური პარტიებმა გადაწყვიტეს, რომ ივანიშვილის ნაცვლად ოპოზიციურ პარტიებს ებრძოლოს, ეს მათი არჩევანია, მაგრამ პოლიტიკური პარტიები არ არის ჩემთვის მნიშვნელოვანი, ჩემთვის მნიშვნელოვანი არის ხალხი. მაგალითად, რამდენიმე კვირის წინ მე პირადად გავხდით ჩხოროწყუში, ბევრი ოპოზიციური პარტიისგან განსხვავებით, ჩვენ მხოლოდ ესე ვთქვათ არჩევნების წინ არ გვახსენდება ამომრჩეველი, რეგიონთან კავშირი ჩვენ გვაქვს ყოველდღიური და ამით ვამაყობ, რომ ეს განმასხვავებელი არის ჩვენი პარტიისთვის. რამდენიმე კვირის წინ გავხდით ჩხოროწყუში, სადაც იქ ხალხ მრავალ ესეთ სიტუაცია იყო, რომ ხალხ მრავალ ადგილას მომიწია ყოფნა, აბსოლუტურად ყველა სპეციალურად ხალხი მოდიოდა ჩემთან და გეუბნებოდა, რომ თქვენ არ გეგონოთ, რომ თუკი თქვენც ან ზოგადად ოპოზიციური პარტიები ყველანი გავლენ ბოიკოტში, თქვენ არც დაუშვათ, რომ ხალხი არჩევნებზე არ მივა, ყველა მივა. და თქვენი გადასაწყვეტია ბიულეტენზე მხოლოდ 51 დახვდება, თუ 51-ს მიღმა სხვა პარტიაც დახვდება. ჩვენი მიზანია, რომ ამორჩეველი არ დავტოვოთ მარტო ოცნებასთან. მე ვერ გეტყვით ბოიკოტისტების მიზანი რა არის, ახლა გაირკვა, რომ ოპოზიციის ლანძღვა ყოფილა მიზანი, ეს მათი პრობლემა, მაგრამ მე ვესაუბრები მოქალაქეს. ჩემი მიზანი ის კი არ არის ბოიკოტის პარტია ლანძღვა. მათი თვითმიზანი არის, რომ გახარიას პარტია ლელოს პარტია ლანძღვა, მაგრამ ჩემი თვითმიზანი ეს არ არის. ჩვენი თვითმიზანი არის რა, ამორჩეველს და განსაკუთრებით ოცნების ამორჩეველს, ლელო, თქვენ ხომ გესმით, რომ ოცნების ამორჩეველთან საუბრის, ესე ვთქვათ, პოტენციალი ჩვენ გვაქვს. იმიტომ რომ გიორგი გახარია ოცნების მიტინგული პრემიერ-მინისტრი ქართულოცნების გადარჩევა იყო თუ არა ქართული ოცნების ხელისუფლების ოპოზიციაში დასასტუმრებლად საჭირო ოპოზიციური ერთობა, რომელიც ვერ შედგა და შესაბამისად აი ამ დაყოფით და დაქსექსულობით რთულდება თუ არა ის მთავარი ამოცანა, რასაც ქვია პოლიტიკურ პარტიებს უნდა კითხოთ, რომლებიც ოპოზიციაში გადავიდნენ. მე არ ვარ ოპოზიციის ოპოზიციაში. ოპოზიციის ოპოზიციაში გადასულ ბოიკოტის პარტიებს კითხეთ, რამდენად სწორია ოპოზიციის ოპოზიციონერობა. ჩემი მიზანი არის, რომ ამორჩეველი არ დავტოვო მარტო და მათ შორის მე ვარ პარტია და მაქვს ის უპირატესობა, რომ ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა გადმოვიბიროთ ოცნების ამორჩეველი. ნაცმოს არ აქვს ამის შესაძლებლობა ობიექტური მიზეზების გამო და გასაგებია ეს, ხო? ნაცმოს თავისი სეგმენტი ყავს ამორჩევლის. ჩვენ არ ვყოფთ ასე ამორჩეველს. ჩვენ გვაქვს ცდომა ოცნების ამორჩეველთან და მნიშვნელოვანია ამ ხალხს ვესაუბროთ და რატო? 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ თქვენ ძალიან კარგად იცით, რამდენი მავნებლობა ჩაიდინა ოცნება. მოწნება ხო გამოდიოდა წლების განმავლობაში და სწორადაც სხვათა შორის ამბობდა, რომ აი მე მორალური უპირატესობა მაქვს ნაცმოძრაობასთან, იმიტომ რომ მე არ ვძალოდობ სისტემურად ადამიანებზე. ეს მორალური უპირატესობაც დაკარგა და დღითი დღე უარეს და უარეს აკეთებს, ხო ასეა. გამოვიდა და პირდაპირ თქვა კობახიძის პირით ვისვიხდი კობახიძის პირით, რომ ვაჩერებ 78 მუხს, ანუ ევროინტეგრაციას. ევროინტეგრაციის გაჩერება თუ არ გაჩერება ივანიშვილის თუ ნებისმიერი სხვა სახელმწიფოს გადასაწყვეტი კი არ არის, ეს არის ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანი. გამოვიდნენ, უბრალოდ გადავიდნენ ძალადობაზე ახალგაზრდებს სახეში ურტყამენ პირდაპირ მნიშვნელობით. სილის გაწნის გამო თქვენს კოლეგას ქალს ემუქრება 4-დან 7 წლამდე პატიმრობა. მაშინ, როდესაც მოძალადეებს, რომელიც სისტემურად ძალადობდნენ მოქალაქეზე, არც ერთი მათგანი არ დაასჯილა. ამ პირობებში თქვენი აზრით ქართული ოცნების ამორჩეველს ძვრა არ ქონია? ან თქვენი აზრით ქართულმა ოცნებამ ამორჩეველი არ დაკარგა? და თუ მას ალტერნატივას არ შევთავაზებთ ბოდიში და ეს ამორჩეველი საწავა, ანუ ჩუქნით ბიძინა ივანიშვილს ამორჩეველს? ამ კითხვაზე პასუხი, რომ ვერ მივიღეთ ბოიკოტისტი კოლეგებისგან,
ადგენენ და აგრესიული კამპანია დაიწყეს ჩვენ წინააღმდეგ. ეს მათი გადასაწყვეტია, კი ბატონო. მე არ ვუპასუხებ. ჩემი მიზანი არ არის ნაცმოს ახალს თუ ძველს რაღაც ვუმტკიცო. ჩემი მიზანი თავარი კითხვა მაინც ის არის ამ არჩევნების შედეგებით ცვლით თუ არა ქართულ ოცნებას, რომელსაც პასუხია რომ არა. ლელა, ადგილობრივი არჩევნები ყველას ძალიან კარგად გვესმის, რომ არ არის ცენტრალური პოლიტიკის გამსაზღვრელი არჩევნები. ეს ჩვენც ვიცით და ყველა მიცის, მაგრამ ეს არჩევნები ხომ მოდის. ჩვენ ხო არ ჩაგვინიშნავს კონსტიტუციით ჩანიშნული არჩევნებია. სულ დროს არის, სულ დროს დაემთხვა, მაგრამ ხომ ვიცოდით რომ ეს მოდიოდა. ლელა, აი ერთს ვიტყვი, სუცსა და უარეს შორის რომ მოგვიწევდა არჩევანის გაკეთება ამ არჩევნებთან მიმართებით ოპოზიციამ ხო თავიდანვე ვიცოდით. ჩვენ ხო რაღაცა არ დაუფრინავთ, ხო რაღაცა ვარ. უშუალოდ თვითმმართველობის არჩევნებს რაც შეეხება, ხო ვიცით რომ სამზადისი დაწყებული გაქვთ მათ შორის, როგორც ცალკეული წევრის განცხადებებიდან ვიგებთ, ასე ვთქვათ, თქვენ და ლელო ერთობლივად შეუდექით როგორც მერობის, ისე მაჟორიტარობის კანდიდატების შერჩევას. ეს პროცესი როგორ მიდის, ესეც რომ გითხრათ, რამდენად ახერხებთ ერთიან პოზიციას მისვლას კონკრეტულ კანდიდატთან მიმართებაში და უკვე ხომ არ გყავთ კონკრეტულ ოლქებში ერთობლივად შერჩეული კანდიდატი. დავიწყებ ლელა იმით, რომ ჩვენ კანდიდატების წარდგენ, ჩვენ რა ზოგადად პოლიტიკურ პარტიების კანდიდატების წარდგენის ვადა გვაქვს სექტემბრის დასაწყისამდე. ამიტომ რა თქმა უნდა, ხსულელები უნდა ვიყოთ, რომ ეს ვადა არ გამოვიყენოთ ბოლომდე, ხო, რა თქმა უნდა, ამ ვადას მაქსიმალურად გამოვიყენებთ ჩვენც და ლელოც ცხადია და გამოვიყენებთ იმისთვის, რომ მაქსიმალურად მისაღები კანდიდატები იქნას შერჩეული. სიამბლეში რა მემორანდუმი გაფორმდა ჩვენს შორის, ხო, ჩვენს და ლელოს შორის. ეს არ არის რაღაცა გაერთიანება, ცხადია. ეს არის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება და ურთიერთკონკურენციის გამორიცხვა. რაც რამოდენიმე პრინციპს მოიცავს, რა თქმა უნდა, პრინციპი ნომერი 1 არის, რომ ნეიტრალური, აპარტიული, ანუ არა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი, არამედ აპარტიული კანდიდატები იქნას შერჩეული. ეს არის პრინციპი ნომერი 2. პრინციპი ნომერი 1. პრინციპი ნომერი 2 არის, რომ იქ სადაც მსგავსი კანდიდატები, იმიტომ რომ ბევრი მუნიციპალიტეტია, გესმით თქვენ და ბევრი კანდიდატი დაგჭირდება, იქ სადაც მსგავსი პრინციპით არ იქნება ობიექტური მიზეზების გამო შერჩეული, თქვა ერთი პარტია და მეორე არ გაუწევს კონკურენციას, ანუ მთელი არსი ამ თანამშრომლობის არის, რომ ერთმანეთის კონკურენტები არ ვიყოთ. ჩემი აზრით ეს არის ძალიან კარგი პრეცედენტი. რა თქმა უნდა, მუნიციპალური არჩევნები ყველას ესმის, რომ არ არის ცენტრალური პოლიტიკის გამსაზღვრელი არჩევნები, მაგრამ იცით რისი გამსაზღვრელი არჩევნებია ეს? ჩუქნით თუ არა ივანიშვილს და ბუბრუნებთ თუ არა ივანიშვილს მოწყვეტილ ამომრჩევლოს უკან. თბილისის არჩევნებზე ჩაგეკითხებით გავრცელებული ინფორმაციის კონტექსტში იმის თაობაზე, რომ ლელოს და კახარიას პარტიის მერობის ერთიანი კანდიდატი დედაქალაქში შეიძლება იყოს ალეკო ელისაშვილი. რამდენად განიხილება ელისაშვილის კანდიდატურა, თუ შეგიძლიათ ამ ინფორმაციის დადასტურება ან უარყოფა? კიდევ ერთხელ ვამბობ, არაფერს არ ვადასტურებ საერთოდ, არა მხოლოდ ალეკოზე, არამედ ზოგადად არაფერს არ ვადასტურებ, ვიტოვებთ უფლებას ჩვენც და ლელოც, ასე ვთქვათ, ამ თანამშრომლობის ფარგლებში, რომ მაქსიმალური ვადა იქნას გამოყენებული ჩვენი მხრიდან, მაქსიმალურად გამოვიყენოთ უბრალოდ კანონმდებლობით, ჯერ კიდევ არსებული კანონმდებლობით დადგენილი ვადა და ამ ვადის ფარგლებში მაქსიმალურად ყველასთვის მისაღები კანდიდატები იქნას შერჩეული. ერთ-ერთი წერა მინდოდა და კიდევ დავამატებ, აი, როდესაც ბოიკოტის ოპოზიციური პარტიები აპირებენ, რომ ოპოზიციის წინააღმდეგ ჩაატარონ კამპანია, ჩვენ გარდა იმისა, რომ ოცნების ამომრჩეველთან მუშაობა არის ჩვენი მიზანი, ასევე მიზანი არის მაგალითად ავუხსნათ მოქალაქეებს პროპაგანდა აქვს დაწყებული ოცნებას უვისო შეჩერებაზე, მაგალითად, რომ თურმე კაცი ისა დედა და მამა ამაზე გადის თურმე ვიზა ლიბერალიზაციის საკითხი, რომელიც არის აბსოლუტური აბსურდი. აბსოლუტური და ამ კამპანიის ანტიკამპანიას, ესე ვთქვათ, ამ პროპაგანდის საწინააღმდეგო, ესე ვთქვათ, რეალობის ჩვენება ჩვენი საზოგადოებისთვის ამ მიმართულებით და არის მნიშვნელოვანი. რამდენიმე წუთი დაგვრჩა და ერთი კითხვით მაინც შევეხოთ ისეთ მნიშვნელოვან საკითხს, როგორც არის სწორედ ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერების რისკი. აი, ელენა ხოშტარი ამთქვა რამდენიმე დღის წინ და რეალურად მართლაც ასეა, მივახლოვდით ზღვარს, როცა არა თუ ვერ ვუახლოვდებით ევროპას, არამედ იმასაც კი ვკარგავთ, რაც მოპოვებული გქონდა. რამდენად შესაძლებელი გგონიათ ვიზა ლიბერალიზაციის გადარჩენა და რამდენად მუშაობს ამ შემთხვევაშიც მთლიანად ოპოზიციურ სპექტრზე ალბათ ვერ მიპასუხებთ, ამიტომ უშუალოდ თქვენს პარტიაზე გითხავთ. უშუალოდ თქვენი პარტია იმისთვის, რომ დაარწმუნოთ პარტნიორები ამ გადაწყვეტილებამდე არ მივიდნენ. რა თქმა უნდა, ანუ მაშინ, როდესაც ოპოზიციის ნაწილი ოპოზიციის წინააღმდეგ მუშაობს, ჩვენ გეტყვით, რაზე ვმუშაობთ. გიორგი კახარია მოგეხსენებათ, არ არის მხოლოდ ოპოზიციის ლიდერი, ხო, ხა ეს ბუნებრივია და ყველას ესმის, რომ ის ყოფილი პრემიერ-მინისტრია, შესაბამისად მას
ბევრგან მიესწრება, მოდი ასე ვთქვათ, გასაგები მიზეზების გამო, ამაში არაფერი განსაკუთრებული არ არის. იმიტომ რომ ის იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრი, რომელსაც პატივს სცემდნენ ჩვენი პარტნიორები, თქვენ იცით რომ სამშაბათს 15 რიცხვში, მაგალითად, როდესაც მინისტერიალი შეხვედრა იყო ბრუსელში, ერთ-ერთი თემა, რაც განიხილებოდა, იყო საქართველოს საკითხი. ზუსტად მაგ დროს გიორგი კახარია ხვდებოდა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრებს და მათ არწმუნებდა რაში. არწმუნებდა რომ ნაცვლად იმისა, რომ საქართველოს სრულად მოწყდეს ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერებით, სრულად მოწყდეს ევროპულ ოჯახს, ამის სანაცვლოდ კონკრეტული ადამიანების ოცნების წარმომადგენლებზე მაქვს საუბარი, კონკრეტული ადამიანების პასუხისმგებლობა უნდა დადგეს. აქ ლელა ერთი მნიშვნელოვანი რაც ოცნება პირიქით ატყიალებს. შეძლო მათი დარწმუნება. ფაქტია რომ შეძლო. ფაქტია რომ შეძლო, მე მაგალითისთვის შეგიძლიათ გადაამოწმოთ ჩემი სიტყვები, ზუსტად გიორგი კახარიასთან შეხვედრის შემდეგ ზიკორსკი, რომელიც არის პოლონეთის პირველი დიპლომატი, საგარეო საქმეთა მინისტრი, გააკეთა ზუსტად ის განცხადება, რასაც მე ვამბობ, რომ უნდა დაისაჯოს არა ქართველი ხალხი, არამედ კონკრეტული დამნაშავე პირები, ოცნების წარმომადგენლები. ოცნება აქაც ტყუის, როდესაც ამბობს, რომ უბრალოდ ცდილობს საზოგადოება შეიყვანოს შეცდომაში და თქვას, რომ აი ევროკავშირს უნდა ჩვენი დასჯა, საქართველოს დასჯა, სინამდვილეში ის იყო პირიქით. ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერების საკითხი ოცნებამ თავად აყენა დღის წესრიგში. თავიდან ევროკავშირის ფარგლებში განიხილებოდა კონკრეტული პირების დასანქცირება. თავიანთი პერსონალური კავშირებით საუბარი მაქვს, იცით თქვენ ფიცოზე და ორბანზე, პერსონალური კავშირებით დაალაგა ბჭყალებში ოცნებამ ისე, რომ მე არ დამსაჯო მე და ჩემი ოჯახის წევრები ჩვენ გვინდა რომ კარგად ვიცხოვროთ და ჩვენი მოპარული ფული შევინარჩუნოთ, მაგრამ სანაცვლოდ კი ბატონო ქვეყანას რაც გინდათ ის უქენით. ამიტომ ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერების საკითხი დღეს წესრიგში დააყენა თავად ოცნებამ, რომ გადაეჩინა საკუთარი მოპარული ფული. ჩვენ პირიქით მუშაობთ იმაზე, რომ ვიზა ლიბერალიზაცია, როგორც უკანასკნელი დარჩენილი პოლიტიკურ-სამართლებრივი კავშირი ევროპასთან შევინარჩუნოთ და პასუხი აგონ დამნაშავეებმა. ქართველი ხალხი დამნაშავე არ არის. დიდი მადლობა სტუმრობისთვის, დაგემშვიდობებით, ანა ბუჩქური პასუხობდა ჩვენს კითხვებს.